აგვისტოს მიწურულს 3 დღის განმავლობაში დღე და ღამის სხვადასხვა მონაკვეთებში სტუმრობდი ვარძიას. რათა შემექმნა ის, რასაც თქვენ შემდგომად დაკარგული დიდებული მესხეთის 50-ე სერიად გიჩვენებდით. როცა მას უყურებდი, პირველი ემოცია, რაც მეუფლებოდა, ეს განსვიფრება იყო. მაყურებდა მისი დიდებულება, განსაკუთრებული არქიტექტურა, რომელიც ჩვენს წინაპრებს 800-900 წლის წინათ ერუშეთის მთის კალთის შვეულად გადმოკიდებულ კლდის შუაგულში გამოუკვეთავთ. მერე და მერე ამ განსვიფრებას ის შეგრძნება ცვლიდა, რასაც სიამაყე წარმოადგენს და რაც ქართველებს ხშირად გვიპყრობს ჩვენი წინამორბედების მიერ შექმნილ ძეგლთა შემყიდვარეს. დილით, ბზის ამოსვლისას, სანამ მის სიმყუდროვეს ალიონზე გამოფრენილი მერცხლების გუნდი ჟრიამული დაარღვევდა, ჩემი სიამაყე სადღაც გაქრა და მისი ადგილი მწუხარებამ შეცვალა. დავინახე ის, რასაც ვარძია მალავს მაშინ, როდესაც მნახველებით სავსეა. ჯავახეთის მწველი მზით განათებული მისი კედლების პეტაკი თეთრია, რაც მას მკაცრს და შეუვალს აჩენს. მაგრამ როცა ამ მომავალი მზის მკრთალი ნათელი ეფინება, მაშინ ის თითქოს სოცხლდება. ამ დროს მტკიცე კედლები მკრთალი ვარდისფერით იფარება. გეგონება სული ჩაბერესო. ის რაც აქამდე მხოლოდ ოსტატ და მიერ კლდეში წერაქვით გამოკვეთილად მიგაჩნდა, რაღაც დროით ცოცხალ ორგანიზმად იქცევა. კიდევ უფრო ლამაზია, მაგრამ სევდიანი. ალისფრად შეფერილ ვარძიას თითქოს უნდა მოგიყვეს მისი წარსულის სილამაზისა და დიდების შესახებ. გითხრას, რომ ის რაც მის მნახველს დღესაც აკვირვებს, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია და სანამ მას ბედუკუღმართობა დახს დაასმევდა, უფრო ზღაპრული იყო. შენც მიიწევ მისკენ, რაც შეიძლება ახლოს უნდა მიხვიდე, რომ კარგად მოусმინო. ეს არის უნდა დაიწყოს თხრობა, მაგრამ მერცხლების გუნდი ერთმანეთის მიყოლებით მოფრინავენ გამოქანდაკებული ოთახებიდან. იშლებიან ციხე ქალაქ მონასტრის წინ. იციან მზის სხივების მატება ისევ ქანდაკებად აქცევს ვარძიას და თითქოს ცდილობენ ეს არ დაუშვან. მაგრამ სინათლე, რომელიც ყოველ წამს ასმაგდება, მაინც ეფინება ქვაბულთა კედლებს. თეთრდება ვარძია, ქანდაკდება და წინანდელი სიმტკიცითა და მოხდენილი სიმკაცრით ელოდება იმ პირველ ტურისტ და ნაკადს, რომელსაც მასთან დაბლა მდგომი სტუმართათვის განკუთვნილი მიკროავტობუსი ამოიყვანს. ამ შეგრძნებებისგან ავსებული უმოწყალო და ჩაფიქრებული ვტოვებ ვარძიას. მივდივარ და თან აკვიატებულად თავში ტრიალებს ილია ჭავჭავაძის კალმით ნაწერი სიტყვები. საკვირველს, მედიდურ სანახაობას წარმოადგენს მესხეთის საქართველოს ისტორიაში. ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აყვავებულა, ჩვენ სიცოცხლეს იქ უჩქეფნია, ჩვენი სულის ძლიერებას იქ აღუმართავს თავისი სახელგანთქმული დროშა.